ხო პასუხისთვის. დიდი მადლობა. მე ალბათ ამოსუც არ გამოვიყენებ და უფრო ნაკლებ დროში ჩავეტევი. ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ, ასე ვთქვათ, მაღალი აქტიურობა სამუშაო ჯგუფის მუშაობისა, ოღონდ ბრჭყალებში მაღალი აქტიურობა. სამუშაო ჯგუფში სულ 4 სხდომა გაიმართა. აქაც ისევე როგორც სხვაგან, მხოლოდ პირველ სხდომაზე იყო კვორუმი. სამუშაო ჯგუფში არის 30-ზე მეტი წევრი. მაგრამ მოკლედ ასე იყო. ახლა წარმოდგენილი წინადადებების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ბევრი წინადადება არ ყოფილა წარმოდგენილი, ყველაზე უფრო ესეთი მოცულობითი იყო კანონპროექტის სახით წარმოდგენილი აი ამ სამივე თავში შესატანი ცვლილებები, პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, შემდგომ იქ ფინანსების ნაწილში, რაც საბიუჯეტო უფლებამოსილებებს ეხება პარლამენტისა, ეს იყო იური ტაბუცაძის და ჩემი მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს მომზადდა და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში იმის საფუძველზე გაკეთებული და იყო კიდევ ცალკეული წინადადებები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მაგრამ არც ეს პროექტი და არც სხვა საკითხები ასე თანამიმდევრულად სამუშაო ჯგუფს არ განუხილავს, ამაზე არ უსჯელია, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე თემა, რომელზეც იყო მსჯელობა, იყო დისკუსია, გადაწყვეტილება არც ერთ საკითხზე არ მიგვიღია და ვერც მივიღებდით, იმიტომ რომ კვორუმი არ იყო და მე უბრალოდ რაღაცა ჩამონათვალს გავაკეთებ იმ საკითხებისას, რაზეც ასე თუ ისე გამოიკვეთა დამოკიდებულებები სამუშაო ჯგუფში, ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მაგალითად იყო მსჯელობა ესეთ საკითხზე, როგორიც არის პარლამენტის მუშაობის უწყვეტობის პრინციპი. მოგხსენებათ დღევანდელი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, თუ დაითხოვა პრეზიდენტმა პარლამენტი უკვე, ასე ვთქვათ, ქრება და მას უფლება შეიკრიბოს ერთადერთი საკითხის გადასაწყვეტად, ეს არის საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დამტკიცება. და სანამ ახალი არჩევნები არ გაიმართება, ქვეყანას პარლამენტი აღარ ახლავს. ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფში საერთო აზრი იყო, რომ პარლამენტის ეს უფლებამოსილება არ უნდა წყდებოდეს, უნდა იქნეს დაცული უწყვეტობის პრინციპი, რომ პარლამენტი უნდა წავიდეს ერთი პარლამენტი შინ, მაშინ, როდესაც მეორე პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. შემდეგ ქონდა საუბარი პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების გაფართოებაზე. არა ერთხელ აღნიშნა ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაზე სხვადასხვა დროს გაკეთებულ დასკვნებში, რომ პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებები არის უაღრესად შეზღუდული და საჭირო არის მისი გაფართოება. ჩვენთან სამუშაო ჯგუფშიც ასეთი პოზიცია გამოითქვა. შემდეგ მთავრობის შექმნის პროცედურა. ის პრინციპი, რომელიც დევს კონსტიტუციაში, ანუ როდესაც ხდება პრეზიდენტის მიერ შეთავაზება და პარლამენტი ირჩევს, თუ ეს არ იქნა მიღებული, რომ თავად პარლამენტიდან ხდება კანდიდატურების წამოყენება, ეს პრინციპი ყველას მიერ იყო გაზიარებული, მაგრამ პროცედურასთან დაკავშირებით აქაც საერთო აზრი იყო, რომ ძალიან არის გაწელილი მთავრობის შექმნის პროცედურა და სავსებით შესაძლებელია ეს დრო მკვეთრად შემცირდეს, ისე როგორც ეს არის ბევრი განვითარებული ქვეყნის, დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებში. აქაც ასე ვთქვათ, დეტალებზე რამდენი დღე ეწევოს, როგორ ეწევოს, ამაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ზოგადად რომ ეს დრო მკვეთრად შეიძლება შემცირდეს და უნდა შემცირდეს, ამაზე საერთო შეთანხმება იყო. შემდეგი გახლავთ უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი. ის რომ მექანიზმი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმისა იყოს კონსტიტუციაში, აქაც განსხვავებული მოსაზრება არ იყო, ასევე ის რომ თვითონ ის პროცედურა, რომელიც გვიწერია დღეს კონსტიტუციაში, ეს ვერ არის მთლად უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ეს კლასიკური მოდელი და ის რომ ესეც უნდა შეიცვალოს, რომ საკითხი თუ დადგა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, ეს საკითხი მაქსიმალურად
ასე ვთქვათ, მცირე დროში უნდა გადაიჭრას, რომ ქვეყანაში არ იყოს ეგეთი პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს. იცვლება მთავრობა, თუ რჩება ძველი მთავრობა რაც არის. აქაც პოზიციები საერთო იყო. შემდეგ იყო მსჯელობა და დისკუსია თემაზე პარლამენტი ერთპალატიანი უნდა იყოს თუ ორპალატიანი უნდა იყოს. სამუშაო ჯგუფში ორივე პოზიციას აღმოაჩნდა თავისი მომხრეები. გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ განხილვების დროს ვინც იყვნენ, რომ მათი უფრო მეტი წილი მაინც ერთპალატიან პარლამენტს უჭერდა მხარს, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ ვამბობ ეს არის შთაბეჭდილება, რადგან ესე პერსონალურად არც გამოკითხვა ყოფილა და არც კენჭისყრა გამართულა. პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკითხი დასმული იყო და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, მე დავსვი, მსჯელობა არ ყოფილა და ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტით საარჩევნო სისტემა არის, რაც ქვია ზუსტი სახელი, რო ვთქვათ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, რასაც ისე ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებოდ უწოდებთ ხოლმე რეგიონულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ანუ პროპორციული სისტემა, როდესაც საქართველოს დაყოფილია მრავალმანდატიან ოლქებად. მაგრამ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია. ქონდა საუბარი პრეზიდენტის არჩევნების სისტემაზე. ზოგადად მსჯელობა მიდიოდა თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომ ეს ინსტიტუტი იმ მოდელში, რომელიც გაცილებით ახლო არის საპარლამენტო მოდელთან, რაც დღეს ჩვენა გვაქვს და იქ სადაც მივდივართ. აქაც ძირითადად სამუშაო ჯგუფში გამოიკვეთა, რომ უნდა წავიდეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისკენ. მაშინ ამ მოდელში როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი? შესაძლებელია, ვთქვათ, რომელი ფუნქციები უნდა გაიზარდოს პრეზიდენტისა. ის რომ არ უნდა ატარებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს ყველასთვის თქვა ცხადია. მაგრამ თქვა პრეზიდენტი როგორც არბიტრი, აი ამ შემთხვევაში მისი ფუნქციები როგორი შეიძლება იყოს, შესაძლებელია თუ არა და საჭირო არის თუ არა რომ ეს ფუნქციები გაფართოვდეს, ისე ზოგადად ითქვა რომ უფლებამოსილებები, სადაც ჩნდება კითხვის ნიშნები, თქვათ რა ვის სფეროშია, რა საკითხები, რომელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს მიეკუთვნება, რომ უნდა შევეცადოთ ეს იყოს მაქსიმალურად მკაფიოდ განსაზღვრული, რათა შემდგომ მერე არ წარმოიშვას კითხვები. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნების წესს, ამაზეც იყო მსჯელობა. ხა მოგეხსენებათ თქვენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებშიც კი გვხვდება ჩვენ ისეთ შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირ არჩევნების წესით. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ეს არ არის პირდაპირი არჩევნები პრეზიდენტისა. რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ? ირიბი არჩევნებსაც ყავდათ თავისი მომხრეები, ჩანდა პირდაპირ არჩევნებსაც ყავს თავისი მომხრეები. თანაფარდობაზე ნამდვილად ვერაფერს მოგახსენებთ. აი ეს საკითხები იყო ძირითადად, რაზეც იმსჯელა ამ სამუშაო ჯგუფმა, უფრო ღრმად და უფრო მეტ საკითხებზე ვერ წავედით. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ სამუშაო ჯგუფის რამდენიმე წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ როგორი არის, გითხარით, როგორი არის ამ საკითხზე დღევანდელი ხელისუფლების, ამ საკითხებისა და დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება და მერე ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. დღეს ბატონმა შესავალ სიტყვაში ბატონმა დავითვაც ბრძანა და ვფიქრობ, ჩვენ თუ გვინდა რომ დავდოთ, ასე ვთქვათ, ღირებული მოდელი, ღირებული პროექტი, ალბათ უნდა შევეცადოთ, რომ დარჩენილი დრო გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყოველგვარი აი ასეთი კარდახისთან რაიმე პოზიციის, გამოხატულ პოზიციაზე თქვათ, ვიცი კრიტიკიდან, გაზიარებიდან
კი არ მივიდეთ საბოლოო პროექტამდე, არამედ შევეცადოთ დავსვით და მოვავზადოთ ის, რაც მიგვაჩნია, რომ არის უკეთესი და რაც უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. დავდოთ ეს მოდელი. ახლა მოხერხდება ამის მიღება. ძალიან კარგი. თუ არ მოხერხდება, იქნებ მომავლისთვის მაინც რაღაცა გაკეთდეს. ეს არის სულ მერის თქვაც მინდოდა.